2025 წელი იყო გაძლიერების წელი, მეგობრების შეძენის წელი, ერთგული თანამებრძოლების აღმოჩენის წელი, მოვალეთა გამოსა მებრძოლთა გამორჩევის წელი. ხომაგარი წელი ყოფილა 2025 წელი. მონახა, ბიტო, მონა. საქართველოს გარდაყარა ფარხმალი. საქართველოს იმის თამთამწვეთლი ფერდელზე მეტია. მე არა ვარ პატიმარი, მართლა არ ჩათვალოთ, რომ აი რაღაცა თქვენი მეგობარი ვინც გიყვართ არის ცუდად. ჩემნაირი თავისუფალი და ბედნიერი, რომ შემიძლია ჩემი პატარა წვლილი ჩავდო რუსების წინააღმდეგ, უბრალოდ ადამიანი დედამიწაზე არ არის. რამდენი ტყვეა ამ პატარა ქვეყანაში? ისეთი წელი იყო თითქოს მთელი თუ არა ნახევარი ცხოვრება ამ ერთ წელიწადში გავიდა. ამ წლის სამსახურ რეპორტაჟს სხვაგვარად ვერც დავიწყებდით, მთავარი სიმბოლოებით დავიწყოთ. 2025 წლის ტყვეებით ციხეებიდან. ხმა ცოტა ცუდად ხომ არ ისმის. მოქალაქეთა ნაწილი კი ისედაც თავს იყრუებს. არადა, რაც არ უნდა თავი მოვიყრუოთ, ეს 2025 წლის მთავარი ხმებია. უამრავი ის არის გვესროლეს, ზოგი მოხვდა კიდეც, მაგრამ იარები მოვიშუშეთ, წამოვდექით და ყოველი მოვდენო ჭრილობის შემდეგ ახალი შემართებით განვაგრძეთ ბრძოლა. ვერაფრით გავკეთეთ და ვერც გავკეთეთ, რადგან ჩვენ მიზანი საქართველოს გადარჩენაა. ოთარ ჭილაძეს აქვს ასეთი ფრაზა: ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ თავისით გაქრა ბევრი სურვილიო. ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. უფრო გაძლიერდა სურვილი დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია, დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. წელიწადის განმავლობაში კანონობა მოხდა, ალბათ ყველას საუბარისთვის დრო არ მეყოფა. რა თქმა უნდა, ჩვენი სასამართლო პროცესები, სასამართლოს უსამართლობის დასტური იყო და ლუსტრაცია. ილოცავთ მრავალ დაესწარით ჟურნალისტებიდან დაწყებული რიგითი ადამიანებით დამთავრებულად ვისურვებთ გამარჯვების წელს. სანამ ამ ხმებს უსმენთ, არ უნდა იფიქროთ, რომ ქვეყანაში სრული უკუნეთის დროება დგას. სინდისის პატიმრები ყველაზე უკეთ გვაჩვენებენ, რომ იდეალების პირისპირ დიქტატურა ისეთი ბანალურია და რადგან ჩემთვის, როგორც ამ რეპორტაჟის ავტორისთვის, მთავარი დარდი ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არიან, ამბავიც მათი საახალწლო გზავნილებით დაიწყო. თითოეული ამბავი მათზე ისეთი თავგადასავალია, რომელიც მეც მინდოდა თავს გადამხდენოდა. ფორმულას ჟურნალისტია, ჩემი კოლეგა. ისე 2025 წელს მეც ბევრი აქამდე წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა თავს. დაკავებული ვიყავი რამდენიმე წუთით და ეს პერსონალური ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავია წელს ჩემზე. სანამ სხვა ამბებზე გადავალთ, უსამართლო სასამართლოც მოვილიოთ. აი უყურეთ, როგორ იქცეოდა სისტემა ოლიგარქის სასამართლოში, რომელიც მერე თავისივე ნებით დახურა და უხილავი ძალადობა გააგრძელა. კიდევ ვიცით რისი წელი იყო? აი იმ ადამიანების წელი, რომლებიც ძალიან გაბრაზებულები არიან, დაჩაგრულებიც და მაინც არ ირჩევენ სიჩუმეს და არ ეგუებიან ამ ქვეყნის პირდაპირ გაარუსებას. ქუჩის გადაკეტვის, შეკრების და ბოლოს ტროტუარზე დგომის ამ გრძალავი კანონების მიუხედავად, უწყვეტი ერთწლიანი პროტესტი აჩვენებს, რომ აშხაბადიდან თბილისი არ გამოვიდა. არ გააკეთა რეჟიმა იმისთვის, რომ დაამყაროს დიქტატურა, რეპრესიული კანონები, პოლიტიკური საგარეო კურსშეცვლა. თუმცა ჩემთვის ყველაზე ცუდი ის ფაქტი, რომ მე პირადად წამართვა რეჟიმმა და მე არ შემეცდა მონაწილეობა ქვეყნის განთავისუფლებაში რუსთა ვასალებისგან. შემიძლია აღნიშნო დიქტატურული კანონები, ფაქტიურად თავზე დაკოღიეს კონსტიტუცია, ასევე ემიგრანტების ხმის უფლების ჩამორთმევა, გაზრდილი ჯარიმები, სოციალური სიდუხჭირე. ირაკლი კობახიძის ნახვა პუტინის გარემოცვაში ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და მტკივნეული ამბავი წელს. კიდევ ვიცით როგორი წელი იყო, რომ ვერ გაიგებ სად იწყება შენი ბიოგრაფია და სად ქვეყნის. თურმე შესაძლებელი ყოფილა ერთდროულად საკუთარ თავში დაიდიო შენი და ქვეყნის ბიოგრაფია ერთად. ჩემთვის ასეთი ქალია, ჩემივე პროფესიის, სახაროვის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელმაც წელს ყველაფერი მოასწრო. ესეც მოხდა და ესეც ნახეთ. აი ასეთი არჩევნები ჰქონდა ქალაქის მერ კახი კალაძეს.
ბოლოს გავიგეთ, რომ საპროტესტო ძალადობრივ აქციებზე ძალადობის გარდა შენივე ხელისუფალმა სავარაუდოდ ქიმიურადაც მოღწამლა. 2025 წელს პოლიცია სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა, ისე როგორც არასდროს აქამდე. ამდენი ძალადობის, უკანონო დაკავების ეპიზოდი ქართულ პოლიციაში და კიდევ ძალიან ბევრი ცრუ პოლიციელი სასამართლოში. ქართული ზღაპრის დასაწყისის არ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა და რადგან ყველაფერი ღვთისნებაა, ქიმიურ მოწამვლაზე მეტად წარმოუდგენელი შეიძლება ყოფილიყო, როგორ ექცევა სისტემა და ოცნება თავისივე ოცნებას, ერთ დროს სანდომიან ძლევამოსილ მინისტრებსა და ჩინოვნიკებს. იქეთა მხარეს უსურვებ ნიკოლ ლილუაშვილის და ჯუანშერ ბუჭულაძეს და სხვებს, ვინც განსაცდელში არიან და ძველი ხალხის სახლში შეხვედრილ. რომ გვინტერესებდნენ ეკონომიკა დუხსო, კარგად ჩანს რაც დუხს, კორუფცია, რომელსაც პროტესტებით ასევე აღიარეს და თავისუფლების ვითომ დაერიდნენ. ეგ მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, რომელიც კიდევ უფრო მეტს მალავს. Გარკია უნდა დაემხოს. დიდება საქართველოს. კიდევ იცით რისი წელი იყო? აი იმის, როგორ იშორებს თავიდან პოლიტიკურ ოპონენტებს და აკავებს თითქმის ყველა პოლიტიკურ ოპოზიციონერ ლიდერს უკანონოდ. ყურადღების ღირსია ცხადია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პატიმრები. და ბოლოს ახალ წელს დაკავებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც 4 ოქტომბერს სადღაც დარეკა. მურთა ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართს შორის ინტერნეტ კონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ. კერძოდ 10 საათსა და 20 წუთზე, 11 საათსა და 35 წუთზე, 11 საათსა და 47 წუთზე, 16 საათსა და 2 წუთზე. ამავე წელს ვნახეთ, როგორ შეიძლება მოექცეს ქართული ეკლესია ერთ არქიმანდრიტს, რომელიც პარტიის წინააღმდეგია. ტაძარი წამართვეს არა მაგ ტაძარი, ამიტომ ჩემი ტაძარი გახდა რუსთაველის გამზირი. და ჩემი ამბიონი გახდა ეს კიბეები, საიდანაც ბევრ რამეს ვესაუბრები ადამიანებს. გიორგი, შენ ჩემგანაც მოგისმენდი იმახია. არაფერი მე უკვე მეგისმენდი. რამე დამიშავები? არაფერი. აი, არ მოგერიდოს თქვი. ისა მე უკვე რა მოგერიდოს. ამავე წელს ვნახეთ, როგორ შეიძლება მოექცეს წმინდა სინოდის საკუთარ წევრს, რომლის ღია განცხადება პარტიულს არ დაემთხვა. გიორგი ჯამდელიანმა გაასაჯაროვა, რომ უცნების მაღალ ჩინოსანი წამლავდა. მერე კი უმბერტო ეკოს ვარდის სახელის არ იყოს, ყველაფერი ისე ჩაიხლართა, რომ კლანური სასამართლოს განსასჯელის სკამზე თავად ეპისკოპოსი აღმოჩნდა. განსასჯელის სკამზე აღმოჩნდი შინჯიკაშვილმა შეიტანა საჩივარი ჩემ წინააღმდეგ, რომ თითქოს მისი ღირსება და პატივი შეილახა. ესეც წელს იყო 30 წელზე მეტხანს სახლის გარეშე დარჩენილმა დევნილმა სამირ კვეკვესკირმა დევნილთა სამინისტროსთან თავი დაიწვა. ანწუხელიძე! 2025 წელი თანამედროვეობის გმირის გიორგი ანწუხელიძის შეურაცხყოფის წელიც იყო. სამაგიეროდ წიგნად დაბეჭდილა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის წიგნი, რომლის მთავარი პათოსია, როგორ იწყებს საქართველოს ომს საკუთარ მიწაზე, ისტორიული მტრის წინააღმდეგ. შევიძინე ოჯახი ციხიდან ჩაუბარე უმაღლესში და რაც თავარია, როგორც გარე, ისე აქაც ვიბრძვი საქართველოს წინააღმდეგ. ერთი ფაკულტეტი, ერთი სუპერმარკეტი და ერთი აფთიაკი. განათლება და პროდუქტებიც, წამლებიც ძალიან ძვირი ყოფილა ამ ქვეყანაში. სამაგიეროდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს გაეზარდა ხელფასი. ოცნებამ დახელფასებულიო და არა და წელს არასრული ხელფასი რამდენჯერმე ავიღეთ. ემიგრანტებს ხმა წაართვეს. ვიზა ლიბერალიზაციასაც ვკარგავთ და სამაგიეროდ ამავე წელს სტრასბურგის სასამართლო მოვიგეთ 20 ივნისის საქმეზე. არ ვიცი რამდენად ოსტატურად გიამბეთ და გიჩვენეთ ყველაფერი რაც წელს იყო. ბევრი საგმირო ამბავი გამომრჩებოდა. აი ხომ ვამბობ, მავიწყდებოდა 2025 წელს ყაველაშვილისთვის ტრამპს არ დაურეკავს. იქნებ 2026 წელს დარეკოს, მაგრამ ახალი წელი მოდის და ეს ცუდი რეპორტაჟიც ხომ უნდა დავამთავროთ ბოლოს და ბოლოს. 2026 წელს მინდა ორი სიტყვა გვახსოვდეს ყველაზე მეტად. ის ორი სიტყვა რაც ხალხის გასაღები იქნება. ერთობა და რევოლუცია. ილოცავთ ახალ წელს ჩემო საამბო თანამებრძოლებო. გაპავიმარჯვოთ სახელო.